საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი იწყებს, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს. სერტიფიცირების მიზანია ტესტირებისა და გასაუბრების გზით საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების შერჩევა. სამინისტრო უზრუნველყოფს კონკურსის გამჭვირვალედ კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ჩატარებას, კონკურსანტებისათვის კეთილგანწყობილი კომფორტული და თანაბარი პირობების შექმნას. სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2013 წლის 25 ივლისს დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება. საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. დირექტორების მსურველები საგამოცდო ცენტრებში საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით გადანაწილდებიან. ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება. შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება. ამის შემდეგ ორივე ეტაპი წარმატებით გავლის შემდეგ დირექტორი მოიპოვებს დირექტორობის უფლებას სერტიფიკატს. შემდეგ რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში როგორც დირექტორობის უფლების მქონე პირი, მიუთითებს სკოლებს, რომელ სკოლებში სურს მოღვაწეობის გაგრძელება და შემდეგ განათლების სამინისტრო წარუდგენს სამეურვეო საბჭოებს რამოდენიმე დირექტორობის კანდიდატს. სამეურვეო საბჭოები ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას და ირჩევენ დირექტორებს. თუ მოხდა ისე, რომ სამეურვეო საბჭომ ვერ მოახერხა დირექტორის არჩევა, მინისტრი იტოვებს დისკრეციულ უფლებას დანიშნოს დირექტორი. რაც შეეხება გამოცდებს, ის 21 და 22 აგვისტოს ჩატარდება. მანამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი და ტესტური დავალებების ნიმუშები. იმ პირებს, რომელთაც 2012 წელს სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი წარმატებით აქვთ გადალახული, საშუალება მიეცემათ პროცესი გასაუბრების ეტაპიდან გააგრძელონ.